საქართველოს კულტურის მინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გამართა. თინათინ რუხაძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხიც. ამასთან თინათინ რუხაძე ქალაქ ტრენჩინში ევროპის კულტურის დედაქალაქად გამოცხადების ღონისძიებას დაესწრო. ვფიქრობ, რომ ძალიან ორმხრივად საინტერესო პროექტებზე ვილაპარაკეთ, ბევრი საინტერესო თემა განვიხილეთ, რაც შეიძლება სლოვაკეთისა და საქართველოს კულტურის დიპლომატიის კუთხით განავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ორმხრივ მემორანდუმზე, ფოლკლორზე, ახალგაზრდულ პროექტებზე, თეატრზე, კინოზე, ბევრ სხვადასხვა სამუზეუმო პროექტებზე ვისაუბრეთ და ვფიქრობთ, რომ ორმხრივად საინტერესო მემორანდუმს მოვამზადებთ და შემდგომში გასვლითი პროექტებიც გვექნება ერთობლივად. საქართველოს კულტურის მინისტრი იმყოფება სლოვაკეთში. იგი შეხვდა თავის სლოვაკ კოლეგას. მათ ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ორმხრივ ურთიერთობების გაძლიერებისთვის და კულტურული კავშირების გაღრმავებისთვის. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მეგობრული. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე და ძალიან მიხარია ასევე რომ დავგეგმეთ სამომავლო მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის. ამ ყველაფერთან ერთად ასევე ძალიან მიხარია რომ ჩვენ პირადად შევხვდით ერთმანეთს და ვიმედოვნებთ რომ ეს დღევანდელი მეგობრული შეხვედრა არ დარჩება არა მხოლოდ ტრენჩინში და შემდეგ წლებშიც გაგრძელდება ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა.